სანამ გამოგზავნებოდით უკვე გითხრეს რომ რაღაც არაუნდობა ხდება. იცით ის რაც ხდებოდა ჩვენთან დასწრებით ეგვიპტეში ძალიან გავდა თბილისის სამოქალაქო ომის ისტორიას, როდესაც რუსთაველზე იყო დიდი სროლა და სამოქალაქოზე ადამიანები უღდებოდნენ ერთმანეთი უყვარდათ თუ რაღაც ჩადიოდნენ. დაახლოებით იგივე ვითარება იყო ალბათ რომ ყოფილიყავით ომში, თბილისში ყოფილიყო ომი და ომშივე გვქონოდა აეროპორტი, ან ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ მქონდა იმის შესახებ. რა ხდებოდა? სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი მეგობარი ბატონ გახინაშვილი, ბატონი გოგოდედიშვილი, მე და შესაძლოა კიდევ ერთი-ორი ადამიანი ჯგუფიდან როგორ გითხრათ, თავს ამიჯუჯებდით იმით, რომ ტელევიზორისთვის მოყრებდნენ ნამდვილად არ მოგვსურეთ ასეთი აზრი. და პირველად იმის შესახებ, რომ ეგვიპტეში რაღაც ხდება, საერთოდ გავიგეთ წაბა-ჰეითში, ღამით, დაუჯერებელ ადგილას, ამის ნამყოფი ხართ თუ არა ჩვენს ამის გარდა ვინმე, წაბა-ჰეითში არის სამყაროს დასალიერი, იმის მიღმა ადგილი არ არსებობს. როგორ გიხსნათ, თვითონ წაბა განლაგებულია იმგვარად, რომ ვერანდიდან უყურებთ საუდის არაბეთს, იორდანიას და ისრაელს. არის სრულიად ყველაფრის საზღვარი. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ რის გამოც ძალიან მშვიდად ვიყავით, იყო ის, რომ ვიყავით ტაბაში და არასადმე სხვაგან, მე მგონი ხმამაღლა დაახლოვოს ვიღაცებს სამი ქვეყანა სიამოვნებით დაიწყებს ჯგუფს. ამიტომ იყო სრული სიმშვიდე, სრული ყოვლის მომცველი სიმშვიდე. როდესაც გავიზარდეთ გარკვეული ჯგუფის დამსახურება მთელი ეს არაუნდობა თუ მთელი ქვეყნისა ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო ადამიანები, როგორ გითხრათ, ყურსაც არ იბერწყავდნენ, აეროში არ მოსდიოდნენ. გაის მაზარი ბატონ კახიბანულაშვილთან ჩართვა იყო თუ არა ვცდები რუსთაველიდან. ოღონდ ადამიანს რომ ანკალებდა ხმა, როგორ აი დედის თანაცნობი კითხა, როგორ ხართ მარზე? თქვა ძალიან კარგად, დიდი მადლობა დაახლოებით და შემდგომ გავარკვიეთ, რომ ვიღაცები ქვებს ისვრიან, ვიღაცებმა თვით ამოაწვიეთ სარკოფაგიდან მომია და გადააგდეს წყალში, ვიღაცები ყლავახა წარმოდგენა არ ჰქონდა ამის შესახებ და გულწრფელად რომ გითხრათ, პირადად მე ძალიან ნაკლებად მაინტერესებდა ეს ამბავი. იქ იყო სიმშვიდე, კეთილდღეობა, არაფერი არ იწვროდა. ერთადერთი თუ შეიძლება ასე ვთქვათ, პანიკის წყარო იყვნენ როგორც ყოველთვის ქართველი ტურისტები. ქართველ ტურისტებს ჰქონდა ძალიან საინტერესო მოტივები, კერძოდ რომ მაღალმა ნახა ცუდი სიზმარი და არ მიტყუები არც ერთ სიტყვას ერთ ქალბატონს გაახსენდა რომ ყავს შვილი, გაახსენდა საყვარლად და თქვა რომ ძალიან ენატრება თავის ბაოს, და მივხვდით ბაო რა იყო ჩვენი დაგონაკები. ვიღაცა ჩიოდა რომ მამამთილი იდარდებს, ოღონდ ამას არ ვახდენ რაღაცა მეტის მეტად არ მინდა რომ წარმოადგინოთ რამებულად ეს ვითარება, უბრალოდ იყო რაღაც სრული სიბრება, იმიტომ რომ გაუგებარი იყო დარდის მიზეზი. რასაკვირველია თბილისიდან ეკავდნენ, იმიტომ რომ ვიცით რომ მედია აჩვენებდა სრულ საშინელებას, რაც რა თქმა უნდა ხდებოდა. ერთ უჩემო რაც ვნახეთ მანქანა რო გაიარა შემზარავა და 5 თუ 6 ადამიანი ტყუილად გასხისა და გაიდან, თუნდაც ეს საკმარის იქნებოდა რომ რაღაცას გული გახერხებოდა ცხადი. უბრალოდ არავინ არასოდეს დაფიქრებულა იმაზე რომ შეიძლება შვიდად შესულიყო ინტერნეტში და ეხლა სადარი ტაბა და სადარი კაი.